მოგესალმებით. თქვენ უყურებთ პირველ არხს და ეს გახლავთ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტის წიგნების თაროს მე-13 სტუდენტური სეზონის ფინალი. მე ამ შოუს წამყვანი ალექსანდრე ლორკიფაინძე ვარ და ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ფინალისტი გუნდები. მაშასე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი აბერტო და კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი კარიატიდა. მოგესალმებით მეგობრებო. რაღა გითხრათ? ყველაფერი უკვე გაკეთებულია, ბოლო ნაბიჯია გადასადგმელი. მე შემიძლია მხოლოდ წარმატებები გისურვოთ. აქ ორი უძლიერესი გუნდი დგას. მე ვიტყოდი არა მხოლოდ ამ სეზონის, არამედ წიგნების თაროს სტუდენტური სეზონების ისტორიაშიც ორი უძლიერესი გუნდი, რომლებმაც უნდა გამოავლინონ ვინ არის მათ შორის კიდევ უკეთესი. ამიტომ ორივე გუნდს ბუნებრივია წარმატებებს გისურვებთ. გასამხნევებლად ვიტყვი, რომ დღეს ხელცარიელი არავინ წავა შოუდან. დამარცხებული გუნდის მოთამაშეები მიიღებენ ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერებს და სურვილისამებრ გამოიყენებენ მას, თუმცა გამარჯვება რა თქმა უნდა სანუკვარია, იმიტომ რომ გამარჯვების შემთხვევაში არავითარი შემდეგი ეტაპი აღარ არსებობს. გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება საზაფხულო სკოლაში კემბრიჯში. მოდით ახლა გავიხსენოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ჩვენი მე-13 სტუდენტური სეზონის განმავლობაში და ვნახოთ ჩვენი გუნდების განვლილი გზები. პირველ რიგში გავიხსენოთ, როგორ გაიარა ფინალამდე გზა აბერტომ. წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. წიგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის. იცხოვრეს რო ყოფილად. წიგნების თაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. უთხრა დამწუხრებულმა ობერიკამ. ისმენთ ახლა უნდა დაასახელოთ ნაწარმოები. გითხოვლი მაინც არ მქონდა. ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს. ჩინუა აჩებეს ძალიან ცნობილი წიგნი. ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს. ეს ორი პასუხია, ეს არის ვერონა, მეგობრებო, ვერონა. სიახლოვეს ცხოვრობ. აბა? ხო, კარგი ხარ. მინდორი. სხლების მინდორი. მინდორი ექიმიშვილი ცხოვრობდა ინტერნეტთან ახლოს და აკვირდებოდა მთელი ბავშვობა რა ხდებოდა იქ და მე ეს გადმოიტანა. მოსწავლეების აქვს და მე დაწერა რომანი. გაუჩერებლები არიან დღეს. ალბატროსი. ეს ორი პასუხია. ეს არის ალბატროსი და აი მას ვინც მეოთხედ ფინალში შეგხვდებათ თუ ასეთ ფორმაში იქნებით იქაც დაატყდება. ეს არის ალფრედი. თივაზე გაშოტილი და ვატერო და მე. და ხადო, რა გითხოვლი მაქვს და ვატეროზე ლაპარაკი. ბოლოს არ მახსოვს 6 სიტყვაში გამოცნობილი ციტატის რაუნდი. აი, გურული დღიურები. გურული დღიურები. მშობლიურ მხარეზე გურიაზე. ეს არის გურული დღიურები, რა თქმა უნდა, გიორგი კეკელი. დავაჭი. ვერსია არის ვაზის ყვავილობა? არის. კი, მაგრამ დაათი წამი რო გეფიქრათ, იქნებ სხვა ვერსია. შეიძლება კარგია იმანები რა. ეს კი სწორი პასუხია. ეს არის ვაზის ყვავილობა. ეს ხვდაებას. კაია, ძალიან კაია. ასე თუ გავაგზავნეთ 10 წუთში დავამთავრებთ. ეს არის ეგიდა. აჭერს აბერი. ხმაური. დაეჯახება მანქანას. მანქანას რომ დაეჯახება. ეს არ არის, მაგრამ შეცდომა. რაიმე. ეს ნახევარფინალი არის გიორგი ხაინდრავასთვის 22-ე თამაში წიგნების თაროში. სადაური ავტორია ლუის გლიკი. ამერიკელი. სწორია რომ საუკუნეში გამოიცა ფრენზენის შესწორებები. 21. სწორია რომ მითოლოგიაში რამდენი ყორანი ხავს ოდინს. 2. სწორია როგორი ევროპული ავტორის პერსონაჟი იანეკი. ტარგოვსკი. სწორია სილექსია ფარჩევანგები ქალაქში. პავლო. სწორია ბიბლიაში რომელ მდინარეში მოინათლა ქრისტე. იორდანი. სწორია რომელ ქვეყანაში გაიცემა პულიცერის პრემია. ამერიკა. სწორია. დრო ამოიწურა და აბერტო ფინალშია. აპლოდისმენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს აბერტო.
და ახლა კი ვნახოთ კარიატიდას განვლილი გზა. მართალია ერთთან რეალურ უხილავი თამაში. ეს არის მარი ბექაურის უხილავი თამაში, ეს სწორი პასუხია ნამდვილად. ჯელობაც სწორედ მის გარშემო. აბა კარია. სიზიფეს მითი ალბერ გამ. 42 წელს გამოვიდა და თან თვითმკვლელობა ვერც თუ არ ამგონი ეს. საინტერესოა თქვენი ვერსია სიზიფეს მითი და ეს სწორი პასუხია. აჭერს კარიატი და პორტუგალიის იმპერატორი. ეს სწორი პასუხია. სეილემის პროცესის ანტონიო ჰოთორნი. აჭერს კარიატი და კეთილაობა. ხან მეორე წიან დადებაზე, ხან მეორე კადრზე. რამე მირჩეთ, როგორ გავახანგრძლივო გადაცემა. სორების კარიატი და სწრებს. ერთი კასრი ამონტირებდა. ციგნისიუ არა, ვარსკვლავის მწვერი. ხათაუში ვარსკვლავის მწვერი. სათავის წარმოადგენს ხო? ნილ გეიმანის ციგნს ასევე ქვია Stardust, ანუ ვარსკვლავის მტვერი. დეიზი ჯონსი და ექსეული. და ისეთი აღკინები დააჭირეთ, რომ ველოდი რომ სწორი პასუხი იქნებოდა და ასე აღმოჩნდა. ალსენი იყოს რა. კარლსენი, მაგნუს კარლსენი. მაგნუს კარლსენი. ეს სწორი პასუხია. კარიატი და აქ ხარ მერფო, ეს მე ვარ მარგარეტი. ლუკა რატომ შეუერთდი ამ დუეტს? ენგაიჭრა კარიატი და შესაბამისად მარიამ პირველი შენთან უნდა ვითამაშოთ. მზად ხარ? სადაური მწერალია ჟორჟ სიმენონი. ჰენგი. სწორედ ის მოთხრობა ძები რომელსაც ვირჩევ. ოჰენრი. სწორედ რითი მოწამლა ზედინაცვალი ფიფქიას. ვაშლი. სწორედ როგორია სტიგლასონი ლიზბეტი. სანდერი. სწორედ ის დასასრულზე გვიამბობს არტურ პარკი. ბავშვობის. სწორედ ტოლკითა რა ქვია ბორომირის ძმას. ფარამირი. სწორედ ოჩანშუთა რომელ დიდ კაუნდოსელს კლავენ წამები. მანუელ კოსტა. სწორედ ის ლექსია ტანისის კაკაჩოები. ასათიანი. სწორედ შექსპირთა როგორია ჯულიეტა. კაპულეტი. სწორედ პიერ ბულის ხიდი მდინარე. კაიდე. სწორედ რომელი ქართველის პერსონაჟია ჩუჟოი. ჭიშკარიანი. სწორია, დრო ამოუწყურა. მარიამმა დააგროვა 23 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები მარიამ. საბოლოოდ ანგარიშით 32-29 ფინალშია კარიატიდა. აპლოდისმენტები კავკასიის უნივერსიტეტის გუნდს კარიატიდა. მეგობრებო, სანამ თამაშზე გადავიდოდეთ, მე მაყურებელსაც და თქვენს შეგახსენებთ, რომ წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. წიგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის, იცხოვრე სრულყოფილად. და რა თქმა უნდა, წიგნების თაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. დავიწყოთ თამაში. დავიწყოთ თამაში წიგნების თარო. პირველი რაუნდი. პერსონაჟი. გამოიცანით პერსონაჟი, რომელიც, როგორც იცით, ლიტერატურაში მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდა. ტექსტი, რომელშიც გამოსაცნობი გმირი გვხდება, ავტორმა რეალურ შემთხვევაზე დააფუძნა. გმირი დახასიათებულია როგორც ქარიზმატული და სასიამოვნო პიროვნება, რომელიც საყოველთაო პატივისცემას იმსახურებს. ყველასათვის ცხადია, რომ პერსონაჟი ახალგაზრდა და მდიდარია და ვიცით მისი არაბული წარმოშობის შესახებაც. მოგეხსენებათ, კითხველისთვის ბოლომდე უცნობი რჩება, მართლაც დამნაშავეა თუ არა გამოსაცნობი გმირი. იმაში, რაშიც ბრალს დებენ. მაგრამ იმასაც ნამდვილად ყველანი ხვდებით, რომ ეს ტექსტისთვის მეორე ხარისხოვანია. მთავარ საკითხებს შორისაა საზოგადოების გულგრილობა და პასიური თანამზრახველის როლი, რომელსაც ნაწარმოების ფაქტობრივად ყველა სხვა გმირი ითავსებს. ბაირანდოსა და ანხელას ქორწილის შემდგომ გამოსაცნობი გმირი უამრავ ადამიანს ხვდება. თუმცა არც ერთი მათგანი არ უმხელს. კარიატი დაიწყებს ფინალს. სანტიაგო ნასარი. სანტიაგო ნასარი. ანუ მითი გულგრილობით არის ჩართულობა, იმიტომ რომ ყველა მითის რომ დამოკდეს და არავინ არ ეუბნება.
ფაქტია. და რომელი წიგნის პერსონაჟია? გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. ეს არის სანტიაგო ნასარი, ეს სწორი პასუხია. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, ნაწარმოები, რომელშიც აბსოლუტურად ყველამ გარშემო იცის რა დაემართება სანტიაგო ნასარს, მაგრამ მან თავად არ იცის და არავინ ეუბნება ამ ფაქტს. მეც იმიტომ არაერთხელ გაგიმეორეთ, რომ ისედაც იცოდით რაზე იყო საუბარი, იმიტომ რომ ამით შევქმენით ალუზია სწორედ ამ ნაწარმოების მოცემულობაზე. 3-0 კარიატი და პირველი რაუნდის შემდეგ წინ გადის 3 ქულით. გავაგრძელოთ თამაში, მეორე რაუნდი. ციტატა. წამოდით, თუნდაც თოვლით დაფარულ ოლიმპის წმინდა მწვერვალზე ისხდეთ. თუნდ ოკეანის მამის ზვირთებზე წმინდა გუნდებად იყოთ ნიმფებთან. თუნდაც ნილოსის შესართავს უსხდეთ და წყალს ხაპავდეთ ოქროს ჭურჭელით. თუნდ მეოტისის ჭაობთან იყოთ, თუნდაც მიმანტის თოვლიან კლდესთან. მაინც გვისმინეთ, მიიღეთ მსხვერპლი და გაიხარეთ ჩვენი ლოცვებით. ზევსის სახელით მითხარით ერთი, ჩემო სოკრატე, ეს რა ხალხია? ასე ზვიადად რომ გუგუნებენ, გმირი ქალები ხომ არ არიან? მათი წყალობით გვიჩნდება აზრი, მათ ვუმადლოდეთ ლაპარაკს, ბოდვას, სიტყვა უხობას და თაღლითობას, ეშმაკობას და მატრაბაზობას. მართლაც, როგორც კი ისმინა მათი, სული ზეცისკენ გაფრინდა ჩემი და ახლა ცდილობს ილაპარაკოს ნატიფად კვამლსა და მისთანებზე. ვერსია არ ჩანს 30 წამიფიქრეთ. არა მგონი. არა. ის ხო არა. საერთოდ თანამედროვე ხო არა. არა მგონი. არა. ის ხო არა. ციდან ხო მიყარებობს ეს ტიპი? სამი, 2, 1. ამოიწურა 30 წამი და დამატებითი მინიშნება ორივე გუნდისთვის. ახლა აქედან შეხედე პარნეს. ხომ ხედავ უკვე რომ ჩამოდიან შვიდად ისინი. სადა მაჩვენე. აგერ მოდიან მრავლად არიან. დაბლობების და ჭალების თავზე ვერ ხედავ? მე არ ვიცოდი და მივიჩნევდი ნისლად და ნამად ჭვარტლად ყოველთვის. 3. აბერტოს ცდის ახლა ბედს. აბა გისმენთ? ეს არის? არა. 3. აი, მავედრებელი ქალები. არა, ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი. კარიატი და აქვს უფლება დააფიქსიროს თავის ვერსია, გისმენთ? ბაკკი ქალები იყოს. არა, არც ბაკკი ქალები არიან ესენი, არც მავედრებლები. სინამდვილეში, მეგობრებო, რას მიმართავ და ვის მიმართავ და მთების თავზე ხართო, ჩამოდიხართო, ნისლებს გავხართ, ნამსო, რას? აღმართავს მიმართავდა. მთების თავზე რა არის, ისეთი რაც ნისლს გავს. ღრუბლები. ეს არის არისტოფანეს ღრუბლები, მეგობრებო, ღრუბლები. ღრუბლები არისტოფანეს პიესა, დასაწყისში წამოდით თუნდაც ოლიმპოს თავზე იდგეთ, ანუ ღრუბლებს მიემართება, ასე ვთქვათ, მინიშნება და აქედან გამომდინარე შეიძლებოდა ქულის მოპოვება, თუმცა არ გაგვახსენდა ეს ჩვეულებრივია, ბუნებრივია, ამიტომ გული არ გაიტეხოთ. მეორე რაუნდი გავიარეთ და შეგვიძლია გავაგრძელოთ თამაში. მესამე რაუნდი, დოკუმენტური. გამოსაცნობი ნაწარმოები მე-16 საუკუნეში დაიწერა. ავტორი შთაგონებული იყო იტალიელი ჰუმანისტის ფაუსტინო პერისოლის შემოქმედებით. შემოქმედება რა საოცარი სიტყვაა. თავდაპირველი სახით გამოსაცნობი ტექსტი თომას მორის სახლში დაიწერა, რაც სიმბოლურია თუ ინგლისელი მწერლის გვარს დავაკვირდებით. ნაშრომის წაკითხვა და გააზრება საკმაო სირთულეს წარმოადგენს, რადგან სავსეა ძველბერძნული ფრაზებითა და ალუზიებით. ალუზია? ალუზია ცალსახად საუკეთესო რიტორიკული ხერხია, მაგრამ ფრაზა რა უზადო სიტყვაა, ფრაზა. ტექსტის პროტაგონისტი თავად ნაწარმოების მთავარი იდეაა.
იდეა, რომელიც ერთი შეხედვით არც ისე ჭკვიანურად მიზნად ისახავს იმდროინდელი საზოგადოების გამოაშკარავებას. ეკლესიის მხილვას. გისმენ? ქება სისულელისა. ქება სისულელისა. ერაზმ როტერდამელის. შენი აზრით მე ახლა სისულელებს სისულელებს აკებდით, ეგარი. ეს ორი ბექია. სისულელის ქება ერაზმ როტერდამელის ცნობილი ნაშრომია და მეც კითხვა არაერთხელ სრულიად ალოგიკურ შემთხვევებზე გავაჩერე და ფრაზა ნამდვილად არ არის საოცარი სიტყვა, ჩვეულებრივი სიტყვა, მაგრამ ვაქე და ვაქე როგორც შემეძლო. 3-3 ხდება ანგარიში, კიდევ ერთი ოინი გამოიცნეს მოთამაშეებმა. გაათანაბრა აბერტო ანგარიში და დაძაბულობა შესაბამისად უფრო დიდია ჩვენს თამაში. გავაგრძელოთ მეოთხე რაუნდი, სხვადასხვა. თქვენ უნდა გამოიცნოთ ის, რაც ერთ ნაწარმოებში საკვანძო როლს ასრულებს. ლიტერატურათმცოდნეები თუ მკვლევრები მისი შექმნის შესახებ სხვადასხვა ვერსიას გამოთქვამენ. ერთ-ერთის მიხედვით ავტორმა წიგნის დაწერის შთაგონება შუმერული ცივილიზაციისა და მისი კულტურის შესწავლისას მიიღო. რაც სიმბოლურია, რადგან თქვენ მიერ გამოსაცნობი ნივთიერების ინსპირაციას ნავთობით მდიდარ თანამედროვე ერაყამდე მივყავართ. მთელი მსოფლიო ამ წყაროზე ნადირობდა. საბოლოოდ კი ერაყი ამით საერთოდ ვერ გამდიდრდა. სხვა ვერსიით მისი შექმნის საფუძველი სოკოების მიმართ ავტორის ინტერესი გახდა. წერლის სამყაროში მას ფსიქოაქტიური მოქმედების კარიატი და მელანჟი რა არის მელანჟი? მელანჟი არის სუნელი, რომელიც დიდი ფსიქოაქტიური ნივთიერება არის, იმიტომ რომ და სად უკითხულობთ ამის შესახებ? ჰერბერტის დიუმში. ეს ორი პასუხია, ეს არის მელანჟი. ეს არის განსაკუთრებული სუნელი, ერთგვარი ნივთიერება, რომელიც ფსიქოაქტიურიც არის. კი და სიცოცხლის იმას აკეთებენ მაგით. მატრიდან გამოაქვს ელექსირს ერთგვარს. კი ბატონო, აბსოლუტურად სწორი პასუხია და ძალიან ჰერბერტს საერთოდ უყვარდა ალუზიები, პარალელები, ძალიან ბევრი რამე სხვადასხვა ადგილიდან აიღო და განსაკუთრებით როცა არაკის ქმნიდა, ბუნებრივია არაბული სამყარო დიდ გავლენას ახდენდა ამ მოცემულობას. 6-3 ხდება ანგარიში, იბრუნებს უპირატესობას კარიატი და მეოთხე რაუნდის შემდეგ და გავაგრძელოთ თამაში. მეხუთე რაუნდი, ვიდეო შეკითხვა. ძვირფასო მოთამაშეებო, არც ვიცი საიდან დავიწყო, სულ მინდოდა მე-20 საუკუნის რომელიმე ნაწარმოებზე კითხვა დამეწერა. მერე ძლივს ვიპოვე შორეულ აღმოსავლეთში დაბადებული ერთი კაცი, რომელსაც თავისთვის ახალი სახელი მოუგონია და ჟანრის განვითარებაში დიდი წვლილით შეუტანია. საინტერესო ვინმეა, მის შემოქმედებაზე საუბრისას ერთ სხვა მწერალს ახსენებენ ხოლმე. ეს პატარა ტექსტიც, რომელიც მე შევარჩიე, ზუსტად ასეთია. ცოტათი გაშინებს და თან ძალიან გაინტერესებს რა მოხდება ბოლოს. დაფიქრდი და დაალაგე და ისე უბრალოდ. დაალაგე? ადამიანის სავარძელი. რატომ? სავარძელში. სავარძელში როზის, ამიტომ და ზის ადამიანი. ავტორი არის ედო გავარმო, მათ თავის მეცახელი აიღო ედგარ ალან პოსგა. ხო, კაია და ფსევდონიმი თუ რაღაცა ხო თქვა. ანუ სახელი იოშიკო კითხულობს წერილს, რომელშიც სავარძლის ხელოსანი მას წერს ძალიან შემაშინებელ ამბებს. ეს არის ადამიანის სავარძელი, ეს სწორი პასუხია. შესაბამისად ამუნა ფიროსმანაშვილიც კითხულობდა წერილს თითქოს და კითხვის ავტორისგან მოწერილს. ეს 6-6-ია ჩვენ თამაში ველოდით ასეთ თამაშს, ასეთ თანაბარს დაძაბულს და ასრულდა ეს მოლოდინი, იმიტომ რომ ფაქტობრივად 5 რაუნდის შემდეგ კიდევ ვერ გამოვარკვიეთ, ვინ შეიძლება იყოს ლიდერი ამ თამაშში. ნახოთ მომდევნო რაუნდებს მივენდოთ. მივადექით მინი ბლიცებს, ამიტომ გუნდებს თხოვ შესაბამისი მოთამაშეები დატოვონ მაგიდებთან. ნიკა და ლუკა ითამაშებენ მინი ბლიცებს. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში თანაბარია, ბოლო ქულამდე წინ იყო კარიატი და ამიტომ ლუკა პირველი ითამაშებს. მზად ხარ? მზადო. დავიწყოთ პირველი მინი ბლიცი ლუკასთან.
დავიწყოთ. სადავრი მწერალი ალბერტო მორავია. იტალი. სწორია, რომელიც სერიის პერსონაჟია ბელა სუანი? ისა. შემდეგ. ბინდი ენიდ ბლაიტონის ცნობილი? შემდეგ. ხუთეული კომიქსების რომელ კომპანიას ეკუთვნის თვითმკვლელთა რაზმი? ვის? სწორია, ვის წიგნი ადრიანეს მოგონებანი? შემდეგ. იურსენარის როგორ წეროზე წერს იურსენი? სწორია, რომელ დეტექტივი იძიებს როჯერ ეკროიდის ყველობას? პორ. სწორია, ვის ლექსია ანა ნურთან? ტიცენ. სწორია, რომელ მთასთან გაჩერდა ნოეს კიდობანი? პარტნერს. აი ეს არარატე. სწორია, სადავრი მწერალი ხულიო კორტასარი? არკედიან. სწორია, რა ქვია ვულფის მისის დოლოვეის? შემდეგ. კლარისა რას ხელს ვიცნობთ კიმიტაკე ჰირაოკას? შემდეგ. იუკიო მიშიმა, რომელიც წიგნის პერსონაჟია როდიონ რასკოლნიკოვი? დანაშაულდა სასჯელი. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა, ლუკამ დააგროვა 8 სწორი პასუხი და აპლოდისმენტები მას. მე კი ვინაცვლებ ნიკასთან. ნიკა მზად ხარ? რა თქმა უნდა. დავიწყოთ მინიბლიცი ნიკასთან. დავიწყოთ. სადავრი მწერალია კამილო ხოსესელა? ესპანი. სწორია, რომელიც სერიის პერსონაჟია ქითნის ევერდინი? შუბშელი თამაშები. სწორია, ენდ ბლაიტონის საიდუმლო? მოთამაშე. შვიდეული კომიქსების რომელ კომპანიას ეკუთვნის გალაქტიკის მცველები? მარველი. სწორია, ვის წიგნია მოდერატო კანტაბილე? შემდეგ. დიურასის როგორ ხარეზე წერს ჯიასუნარი კავალერია? სწორია, რომელი დეტექტივი იძიებს 6 ნაპოლეონის საქმეს? შერლოკი. სწორია, ვის ლექსია გაგიჟებას ჯობს? შემდეგ. პაოლოს ბიბლიაში რა ქვია აღქმულ ქვეყანას? კანადა. სწორია, სადავრი მწერალია რობერტო ბოლანიო? ჩილე. სწორია, რა ქვია სილვია პლათის გრინვუდს? ესტენი. სწორია, რა სახელით ვიცნობ ლუსილა გოდეი ალკაიადეს? შემდეგ. გაბრიელ მისტრალი, რომელიც წიგნის პერსონაჟია ლევ მიშკინი? ბისა იდიოტი. სწორია, ვინ დაწერა დიდი გეტსბი? ჯერალდი. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და ნიკამ დააგროვა 10 სწორი პასუხი, აპლოდისმენტები მას და დაუბრუნდით მოთამაშეების სათამაშო ადგილებს. დაუბრუნდით და გავაგრძელოთ თამაში. ამგვარად 5 რაუნდისა და პირველი მინიბლიცური წვილის შემდეგ ანგარიშია 16-ით 14, ორი ქულით წინ გაიჭრა აბერტო და ვაგრძელებთ ჩვენს ძირითად რაუნდებს. მეგობრებო, ყურადღება მოიკრიბეთ, ძალებიც მოიკრიბეთ. მე-6 რაუნდი, ასოციაცია. ჩვენება, შეხვედრა, ავადმყოფობა, შეთავაზება, თანხმობა. ნაწარმოები, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, გასული საუკუნის მეორე ნახევარში გამოიცა და მალევე იქცა ბესტსელერად. ავტორის სამშობლოში იგი განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. თუნდაც იმიტომ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაშრომია თავის ჟანრში. წიგნი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა ინტერაქციონული დუალიზმი, ბუნებისა და ადამიანის ჭიდილი და იდენტობის კრიზისი. სიუჟეტი კი მოხუცი პროფესორის გარშემო ვითარდება, რომელიც უჩვეულო გარდასახვას განიცდის და შეიძლება ითქვას, მისი მსხვერპლიც ხდება. ვერსია არ ჩანს 30 წამი ფიქრისთვის. ჩამიხსენით ახლა გონგის ყავურიდან. და მე აბერტოს მაქსის ოკულში. სამი, 2, 1. ამოიწურა 30 წამი და დამატებითი მინიშნება მოისმინეთ მეგობრებო. რომანი თავდაპირველად ლიტერატურულ ჟურნალ ცისკარში სერიებად იბეჭდებოდა. წიგნად კი 1986. თქვენ ხართ? ხო, კაია, კაია. სპირალი. ხო. ჩვენ ერთი რაუნდი, მეორე რაუნდი ვიგეთ. ეს სწორი პასუხია, ეს არის სპირალი გურამ ფანჯიკიძის, რომელშიც ჩვენ ასოციაციის რაუნდს გადავუნერგეთ ნაწარმოების რაუნდის ტვინი და შესაბამისად ნახევარი ის იყო და ნახევარი ის, როგორც რამას კორინთელის შემთხვევაში ერთმანეთს ებრძვის ზურგის ტვინი და თავის ტვინი. აქაც იგივე ხდებოდა. ერთი ქულა აბერტოს და ანგარიში ხდება 17-14 სამქულიანი უპირატესობით გადის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი. მე-7 რაუნდი, ავტორი. დაასახელეთ ადამიანი, რომელიც საუკუნეთა მიჯნაზე დაიბადა. 11 წლის იყო, როდესაც სასწავლებელში მიაბარეს. სწავლის დასრულების შემდეგ კი მშობლიურ მხარეში დაბრუნდა და დიაკვნად ეკურთხა. 21 წლის იყო, როდესაც სამხედრო ორგანოს წევრებთან კონფლიქტის გამო
სახლის დატოვება მოუწია. ამავე პერიოდში იგი გადაეყარა ისეთ სახელოვან პიროვნებებს, რომლებთან ერთად ბრძოლაშიც სიცოცხლის დარჩენილი წლები გაატარა. სიმამაცე და სამშობლოში დარჩენის გადაწყვეტილება მას საკუთარ დაბადების დღეზე ღალატით მოუწვის. ისმენთ? როგორ არა? ეს არის მიხახელაშვილი იყოს, მოდი, იმიტომ რომ თავის დაბადების დღეზე თავისმა უახლოესმა მეგობარმა ჩაუშვა იმას ჯარისკაცებთან და და ძალიან ახალგაზრდა ერთი რა ამ ამბავს. ეს არის მიხახელაშვილი. მიხახელაშვილი ტრაგიკული ბედის მქონე ქართველი პოეტი, რომელიც შეფიცულთა რაზმის წევრი იყო, გამოირჩეოდა ვაჟკაცობითა და ნიჭიერებით და მრავალი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის პერიოდში მისი ლექსები ხალხურს მიეწერებოდა და შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ლექსოა მოგთქვა მოხერო მაგალითად მისია და არა ხალხური. ეს სამი ქულა აბერტოს აქტივში და კიდევ უფრო ზრდის თავის უპირატესობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი. 6 ქულიანი სხვაობა 20-14, მაგრამ 2 რაუნდი გვაქვს წინ, გათანაბრების შანსი აქვს კარიატიდას. ყურადღებით, მეგობრებო, მერვე რაუნდი ეკრანიზაცია. აჭერს კარიატი და არ ვიცი, ტრამალის გელი. ტრამალის გელი. ცოდნიათ, ეს ორი პასუხია, ეს არის ტრამალის გელი. ტრამალის გელის ორი პასუხია. იური რა ფერწერია მანდ. კი ბატონო, თუ დააკვირდებოდით, ამოიკითხავდით მაგიური თეატრის წარწერას და დამატებით მინიშნებათ იმოქმედებდა ეს ყველაფერი. ეს სამი ქულაა კარიატიდას აქტივში, 20-17 ხდება ანგარიში და ბოლო რაუნდს მივადექით. მე-9 რაუნდი ნაწარმოები. გამოსაცნობი წიგნი რამდენიმე წლის წინ გამოიცა და ვფიქრობ არაერთი ჯილდო დაიმსახურა. და ვფიქრობ, როცა მწერალი აღნიშნავს, რომ მას ამ ზომის წიგნი არასდროს დაუწერია, ის მართალია და ვფიქრობ, რომ ნაწარმოები ეგრეთ წოდებულ ნელ პროზას წარმოადგენს და წიგნში სხვადასხვა საკითხია განხილული: მელანქოლია, მარტოობა, წარსულში დაბრუნება, რელიგია და ვფიქრობ, რომ წიგნი ძირითადად 3 ნაწილად გამოიცემა და კი, თქვენ მიერ გამოსაცნობი ნაწილი 2 თავს აერთიანებს და ის გამორჩეულ ენაზე და ენითაა დაწერილი. და ვფიქრობ, კითხველი ვერ არკვევს, ვინ არის მეორე ხელოვანი, თხრობლის წარსულია, მისი ორეულია. ვფიქრობ, ნაწარმოების გმირთა სიმწირე და უბრალოება თხრობას უფრო ამდიდრებს და ავტორიც ამბობს, რომ მის შემოქმედებაში თავბრუ დამხვევ სიუჟეტებს ვერ იპოვი და ესაა რომანი მხატვარზე. აბა, კარიატი და გაათანაბრებს თუ არა ახლა. ეს არის სეპტოლოგი. ანუ იუნფოსეს სხვა სახელი ქვია? სეპტოლოგი. ერთი წამის სიჩუმე. რა იუნფოსეს ქართულად სხვა სახელი. სეპტოლოგიის პირველი მეორე. სხვა სახელი სეპტოლოგიის პირველი მეორე. სხვა სახელი. 20 სხვა სახელი სეპტოლოგია პირველი მეორე არის იუნფოსეს სეპტოლოგიის პირველი და მეორე წიგნების ერთობლიობა, რომელსაც ქვია სხვა სახელი. არა, აბსოლუტურად სწორად თქვით პასუხი, ზუსტად ეგრე ქვია.
იმიტომ რომ 7 თავია, მაგრამ 3 ნაწილად გამოიცემა, ქართულად პირველი ესე ითარგმნა ზუსტად სხვა სახელი, სეპტოლოგია პირველი მეორე. 20-20 პირველი ეტაპის ბოლოს შესანიშნავი მდგომარეობა არის. შესანიშნავი შოუ მიმდინარეობს და მინი ბლიცების კიდევ ერთი წყვილი უნდა ვითამაშოთ ახლა. მარიამი და ნიკა ითამაშებენ მინი ბლიცებს. მარიამ, პირველი შენთან უნდა ვითამაშო, ამჯერად იგივე ხდება, ოღონდ პირიქით თქვენ იყავით წინ ბოლო ქულებამდე. მზად ხარ? დავიწყოთ. დავიწყოთ მინი ბლიცი მარიამ. დავიწყოთ. სად ორი მწერალია მარკ ტვენი? ამერიკა. სწორე ვის პერსონაჟია ედმონდ დანტესი? დიუმა. სწორე რისია სასახლე შაფაკის წიგნის სათავეში? სწორე ვის ლექსია მთვრალი ხომალდი? რემო. სწორე დოჩანშულთა რომელ ქალაქში ხვდებით მარშალ ბეტანკურს? კაუნდესი. კამორა იონესბოს თავებზე? მონადირე. მონადირეები ვის პერსონაჟია მატია პასკალი? შემდეგი. პირანდელო რომელი რომანის გმირი ალექსეი ვრონსკი? არაგარენია. სწორე რაგვარია ჭრელი საბურველის ავტორი სომერსეტი? მოემი. სწორე რომელ ქალაქში ცხოვრობენ რომეო და ჯულიეტა? ვერონა. სწორე ვინ არიან ფანტისტვის მენელაოსი და აგამემნონი? ძმები. სწორე რის ღმერთს ხვდებით არუნდატე როის წიგნის ძმების. სწორე რომელ საუკუნეში დაიწერა გარგანტუა და პანტაგრუელი? მე-16. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და მარიამმა დააგროვა 10-2 პასუხი, აპლოდისმენტები მას. მე კი ვინაცვლებ ნიკასკენ, რომელიც ასევე ითამაშებს ახლა მინი ბლიცს. მზად ხარ? ცხადია. დავიწყოთ მინი ბლიცი ნიკასთან. დავიწყოთ. სად ორი მწერალია ჩარლზ დიკენსი? ინგლისელი. სწორე ვის პერსონაჟია ჟან ვალჟანი? ჰიგო. სწორე როგორი ციხესიმაგრეა ფანტასტიკური? სწორე ვის ლექსია მირაბოს ხიდი? შემდეგი. აპოლინერის დოჩანშულთა რომელ ქალაქში ხვდებით? კამერა. ლამაზ ქალაქში გილიამ ფლინის ბასრი? საგნები. სწორე ვის პერსონაჟია ფელიქს კრული? მანი. სწორე რომელი რომანის გმირია პიერ ბეზუხოვი? საქმე ომნეშულობა. სწორე რაგვარია ქალთა ბედნიერების ავტორი ემილი? ზოლა. სწორე რომელი ქვეყნის პრინცია ჰამლეტი? დანია. სწორე ვინ ერთმანეთისთვის აგამემნონი და ორესტე? დაზმა. მამაშვილი როგორ აიებს ხვდებით რუშლის წიგნის? ესპაგალ. სწორე რომელ საუკუნეში დაიწერა დონ ჟუანი ანუ ქრისტიანი? მე-16. მე-17 პოტრიადაში რაგვარია ჰოგვორტსის დამარცხებელი გოდრიკი? გრიფინდორი. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და ნიკამ დააგროვა 10-2 პასუხი, აპლოდისმენტები მას. აპლოდისმენტები. დაუბრუნდით მოთამაშეები სათამაშო ადგილებს და გავაგრძელოთ თამაში. რა საინტერესო ფინალია, ღმერთმანი, იმიტომ რომ პირველი ეტაპის და ორივე მინი ბლიცის გასვლის შემდეგ ანგარიშია 30-20 და ესე იგი რაც თქვი მეხუთე რაუნდზე რომ თავიდან ვიწყებთ ლიდერის გამორკვევას თქო, ახლაც იგივე მდგომარეობა. გავაგრძელოთ მეგობრებო. ციგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. ციგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის. იცხოვრეს რო ყოფილად. ციგნების თაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. პირველი ქართული რაუნდი, ისტორია. დაასახელეთ მე-20 საუკუნის დასაწყისში მომხდარი მოვლენა. მისი დაგეგმვა ბერლინში შემდგარი შეხვედრით დაიწყო. რა დროსაც მეთაურებმა როლები გადაინაწილეს. მზადების პერიოდში მათ მიმართეს კონტრაბანდას, კავშირი დაამყარეს ფოსტის თანამშრომელთან, კლერკთან და ასე შემდეგ. არსებული მოლოდინების გამო დათქმულ დღეს სხვადასხვა ფორმაში გადაცმულ მეთაურებს სათვალთვალო წერტილების შეცვლა და ქალაქის ცენტრში ცეცხლის დაუგეგმავად გახსნა მოუწიათ. საბოლოოდ ოპერაციას 40 ადამიანი ემსხვერპლა და კიდევ უფრო მეტი დაშავდა. ბანდის წევრებმა კი პოლიციის მოტყუება და დაახლოებით 341,000 რუბლის საკუთარ ფაეტონში გადატანა მოახერხეს. აჭერს კარიატი და მე დავაჭირე. 3 არ ვიცი. თბილისის ტერაქტი, არ ვიცი. რა? ტერაქტი, არ ვიცი. თბილისი. რაღაცა არ ვიცი. ტერაქტი. ეს არ არის სწორი პასუხი. სამწუხაროდ და აბერტოს ექნება უფლება დააფიქსიროს თავისი ვერსია. კითხვა დამთავრდა? კი, დავაჭირე ისე. ფაეტონში გადატანა მოახერხეს. ხო, კი ბატონო. თბილისის ბანკის გადაცვა.
კამო და სტალინი იყვნენ ერთად. და აზერბაიჯანი ეს არის თბილისის ბანკის გაძარცვის ოპერაცია ნამდვილად. ერთი მხრივ ამას ეწოდება თბილისის ბანკის ზარცვა, მეორე მხრივ ეძახიან ასევე ერევანსკის მოედნის ექსპროპრიაციას. ესე ლამაზად შეფუთეს მერე საბჭოთა კავშირში, რომ ექსპროპრიაცია იყო. ხო, აი ზარცვა კი არ არის, ექსპროპრიაცია. სტალინის ნობილი მაგშოთი რაც არის აი ხო, ეს სწორი პასუხია და ორი ქულა ამჯერად აბერტოსკენ მიდის 32-30. მეორე ქართული რაუნდი, გეოგრაფია. დაასახელეთ ის, რაც დასავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან დაახლოებით 2300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და უდაოდ გამორჩეულია. მასთან დაკავშირებული კვლევები რამდენიმე ტალღად წარიმართა. დღევანდელი სახელწოდება კი 1986 წელს ერთი მკვლევრის საპატივცემულოდ მიიღო. საინტერესოა, რომ აღმომჩენმა ექსპედიციამ მხოლოდ 115 მეტრის სიღრმეს მიაღწია. ასწრებს აბერტო და დაასახელებს ამ ობიექტს. ვერიოკინა? ვერიოვკინი? ვერიოვკინის მღვიმე. ყველაზე დაბალი, ყველაზე ღმარი და ღმარი, მე მგონი სოფლიოშია ყველაზე ღმარი. კლუბერა, მაგ მეორე სახელი. ხო, კრუბერა. კრუბერა იყო და მერე შეიცვალა და გახდა ისა ვერიოვკინა ყველაზე ყველაფერი სწორია, ეს არის ვერიოვკინის მღვიმე. ბრავო. საქართველოში მდებარეობს აფხაზეთში არის. კი, ვერიოვკინი გახდა პირველი ბოლო 2017 წლის გამოკვლევის მერე გადაასწრო კრუბერს და გახდა პირველი მსოფლიოში ბუნებრივია და ძალიან ესეთი საოცარი ადგილია ნამდვილად. კიდევ ორი ქულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ და მესამე ქართული რაუნდი, კულტურა. ახლა კი უნდა გამოიცნოთ ის, რაც საქართველოს თითქმის ყველა მთიანი რეგიონის მოსახლეობის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო. ალექსანდრე ღლონტის განმარტებით, ის მხოლოდ მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი. დიაცებს კი სხვაგან აქვთ თავიანთი გასართობი. გარეგნულად ეს ერთგვარი ნაგებობა მოკრძალებულ და კომფორტულ ადგილს წარმოადგენდა. აქ შეკრებილები ერთმანეთისთვის ანდრეზებისა და სახუმარო ამბების გაზიარების გარდა აბერტო აი შენ იყო საფიხვე. საფიხნოს თავში დაჯდების ხო, საფიხნოს თავში დაჯდების. სიტყვა მაუდის ეგა. ხო. არ უმწოს ვარ. ხო, მესამეთაც გარისკეთ და მესამეთაც სწორად, ეს სწორი პასუხია. ეს არის საფიხნო. ალუდა რო დაჯდების. ეგ ვიცი, მაგრამ რა არის? თუშეთში ამას ქვია სანჯმნო, რაჭაში ამას ქვია სანახშო. და ყველაზე ცნობილი ჩვენთვის არის ხევსურული ვერსია, საფიხნო ან საფეხნო, რომელშიც მამაკაცები ხდებოდნენ, ხან ხუმრობდნენ, ხან ამბებს ყვებოდნენ, ხან კი ძალიან საჭირბოროტო საკითხებს გადაწყვეტდნენ ხოლმე. შესაბამისად, აი ესეთი სათათბირო დატვირთვაც ჰქონდა მართლაც. უკვე 6 ქულა მოიპოვა ქართულ რაუნდებზე აბერტომ და ჩვენ ზოგად რაუნდებს მივადექით. მეგობრებო, გთხოვთ ხელოვნების რაუნდზე მოთამაშეები დარჩა. გიორგი, ნიკა. პირველი ზოგადი რაუნდი, ხელოვნება. ამჯერად თქვენ მე უნდა გამომიცნოთ ნაშრომი, რომელიც დარგის ერთ-ერთ საუკეთესო ადრეულ ეგზემპლარად მივიჩნევი. მიუხედავად იმისა, რომ 1960-იან წლებში გამოვედი, საკულტო სტატუსი მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შევიძინე. პოლიტიკური დაძაბულობის პერიოდში მიღებდნენ. თუმცა ჩემს რეჟისორს ორივე ქვეყნიდან შემოქმედებითი თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული. რის შედეგადაც ტექნიკურად შთამბეჭდავი, თუმცა ყავს რა, უკეთეს ვერსია მაინც არ მომივა. მე ვარ კუბა. მე ვარ კუბა. ესპანურადაც გეტყვით თუ გინდა. Soy Cuba, ეს ორი პასუხია.
ეს სწორი პასუხია. მე ვარ კუბა, ან გნებავთ მე კუბა. სოი კუბა პირდაპირ ნიშნავს ამას, მე ვარ კუბა. ეს არის შესანიშნავი ფილმი, ქართული რთულია ალბათ მაინც უწოდ, მაგრამ ქართველი რეჟისორის ბუნებრივია, რომელიც კუბაზე მოგვითხრობს, პირველ პირში თითქოს კუბა ყვება ამ ამბავს საკუთარ თავზე და კითხვასაც სწორედ ამიტომ მქონდა ასეთი ფორმა. მეცნიერების რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. მარიამ. მეცნიერების რაუნდს წარმოგიდგენთ PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. მეორე ზოგადი რაუნდი მეცნიერება. სიამდვილეში საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ კითხვაში, რა მინიშნებებს დავწერდით. რეალურად თქვენ მეცნიერების რაუნდზე დარჩენილ ორ მოთამაშეს შეგიძლიათ უბრალოდ დაასახელოთ ტერმინი, რომლის შესაძლოა არც წარმომავლობა, არც ზუსტი განმარტება არასდროს გაგიგიათ. ეს მეორე ხარისხოვანია, რადგან თავარია შეძლოთ კონცენტრირება, ფიქრებს გვერდი აუაროთ და ირწმუნოთ, რომ ორი ქულის აღება და სწორი პასუხის დასახელება მართლა საჭირო მინიშნებების გარეშე შეგიძლიათ. მარიამ. პლაცებო. პლაცებო. რატომაც არა? დააზუსტე? პლაცებოს ეფექტი. იმუშავა პლაცებოს ეფექტმა მარიამზე როგორც ჩანს. იმუშავა, იმიტომ რომ აბსოლუტურად არანაირი მინიშნება სხვა არ მივეცით, გარდა იმისა, რომ ერწმუნდა, რომ შეეძლო ამ სიტყვის გამოცნობა. ეს იყო პლაცებოს ეფექტი მოქმედებაში. ეს სწორი პასუხია. სპორტის რაუნდზე მოთამაშეები მობრძანდით. ნიკა? კი ლუკა? ბატონო. ლუკა, ეგ CU კავკასიის უნივერსიტეტია თუ კემბრიჯის. კემბრიჯ იუნაიტედის მაისური აცვია ლუკას აქედანვე ემზადება წასასვლელად. ვითამაშოთ მეგობრებო სპორტი და აბა შეეცადეთ შესაბამისი ქულების მოპოვებას. მესამე ზოგადი რაუნდი სპორტი. დაასახელეთ ის, რაც რამდენიმე ათეული წლის წინ მოხდა და დღემდე რჩება გულშემატკივართა მეხსიერებაში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ისტორია არაერთხელ მომხდარა. თუმცა შესაძლებლობის გამოყენება ბევრს არ გამოსვლია. მაგალითად, მსგავსად მიღებული შანსის გამოყენება ვერ მოახერხა ახალმა ზელანდიამ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. დანიის ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება. დანიის გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე. Wild card-ით მოხვდნენ და შემდეგ მოიგეს. ეს აბსოლუტურად სწორი პასუხია. დანიის ნაკრები იუგოსლავიის ნაცვლად მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე 1992 წელს და არავინ ელოდა. ძალიან ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგეს. ფაქტობრივად ვარჯიშიც ვერ მოასწრეს და შემდეგ მოიგეს ეს ჩემპიონატი, ეს იყო ნამდვილი საოცრება. და ორი ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს ლუკა მირგატიამ. მიწის მოთამაშეებს ველი მაგიდებთან. გიორგი და მარიამი ითამაშებენ ფინალის გადამწყვეტ ბლიცს. ბლიცის ეტაპს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. ანგარიშია 40-22, წინ არის აბერტო, ამიტომ პირველი შენთან უნდა ვითამაშო. გიორგი, მზად თუ ხარ? მზად. დავიწყოთ ბლიცი გიორგის. დავიწყოთ. სადავი მწერალია მარაზალიტე. შემდეგი. ლატველი, რომელ საუკუნეში დაიბადა ლორენს ტერნი? მე-18. სწორე, რომელი ქართველის მოთხრობა უშიშარი ბიჭი იოსება? შემდეგი. ინანიშვილის ბარნსის, რომელ წიგნში ხვდებით მარტა კოქრეინს? ინგლისი. სწორე, ვის ტრაგედია იონი? შემდეგი. ევრიპიდეს, რომელ საუკუნეში გამოიცა უცხოთა ქვეყანაში? მე-20. სწორე, სადავი მწერალია გილბერტ ადერი? შოტლანდია. სწორე, მორჩილაძის, რომელ წიგნში ხვდებით ბიჭიკო მელაძეს? ესა მორიდებული ზურმუხტი. სწორე, ამერიკულ პასტორალში რა ქვია შვედის დედას? შემდეგი. სილვია, რომელ ავტორთან ხვდებით გემ არაბელას? შემდეგი. საბატინი, მარტითა, რომელი გვარის სიმბოლოა დათვი? შემდეგი. მორმონტების, ვისაკუნის აბდულ
მესიანი. ესა შავთელი. სწორია ვერონიკა როთან რამდენი შიში აქვს ტრეის პრაიორს? 4. 6 რა გვარია სიუზენ კოლინსის აბერნათი? ესა ჰეიმიჩი. სწორია რა სახელით ვიცნობთ ალექსანდრე ქურიძეს? ესა ეული. სწორია ვისი კრებულია ბალახის ფოთლები? ვიტმენი. სწორია რომელ წიგნში ხვდებით მელოხოვების ოჯახს? წნარიდონი. სწორია რომელ ქვეყანაში მიმდინარეობს მოქმედება მოხუცი და ზღვაში? კუბა. სწორია მინდა წერა ძმათა მჭამელები? ესა კაზანდაკი. სწორია ჰოსეინის რომელ წიგნში ხვდებით მარიამს და ლაილას? ესა თემამთებს უთხრეს. 1000 მოელვარემზე ჯენერაშენ პიში რა გვარია ბაბილენი? ტატარსკი. სწორია მარტინ მაკდონაჰის ლინეინის სილამაზის? შემდეგი. დედოფალი კომიქსების რომელ კომპანიას ეკუთვნის ლურჯი ხოჭო? DC. სწორია. Yes! დრო ამოიწურა და გიორგიმ დააგროვა 14 სწორი პასუხი, აპლოდისმენტები მას. მე კი ვინაცვლებ მარიამთან, რომელიც ასევე ითამაშებს ახლა ბლიცს. მზად ხარ მარიამ? კი. დავიწყოთ ბლიცი მარიამთან. დავიწყოთ. სადორი მწერალი იასმინა მიხაილოვიჩი. ებრაელი. სერბი, რომელ საუკუნეში დაიბადა დანიელ დეფო? მე-18. მე-17, რომელი ქართველის მოთხრობაა რაინდები? შემდეგი. ლორდ კიფანძის უელბეკის რომელ წიგნში ხვდებით ჯედ მარტინს? როგორ ტერიტორია? სწორია, ვის ტრაგედია აიასი? საფოკლე. სწორია, რომელ საუკუნეში გამოიცა მარსელი? 21. სწორია, სადორი მწერალია დევიდ ფონკინოსი? ფრენგი. სწორია, მორჩილაძის რომელ წიგნში ხვდებით გია მიქატაძეს? მოგრებულ ყარაბაღში. სწორია, ადამიანურ ლაქაში რა ქვია კოლმენ სილკის საყვარელს? შემდეგი. ფაუნია ფარლი, რომელ ავტორთან ხვდებით გენ ბრიტანიას? შემდეგი. ვერნი მარტითა, რომელიც საგვარეულო სიმბოლოა თევზი? ტალები. სწორია, ვის ეკუთვნის ამირან დარიჯანიანი? შავთელი. მოსახონელს ვერონიკა როთან რამდენი შიში აქვს ტობიას იტონს? 4. სწორია, რა გვარია რენსომ ბრიგზის ალმა? შემდეგი. პერეგრინი რა სახელით ვინცობ ნიკოლას სირბილაძეს? შემდეგი. მიწისშვილი ვისი კრებულია კელტური მიმწოხრი? ირიცი. სწორია, რომელ წიგნში ხვდებით ტურბინების ოჯახს? თეთრი გვარდია. სწორია, რომელი ქვეყნის ჯარში მსახურობდა ფრედერიკ ჰენრი? ამერიკა. იტალია ვინ დაწერა სფეუნ რივერის ანთოლოგია? მასტერსი. სწორია, ჰოსეინის რომელ წიგნში ხვდებით აბდულას და ფარს? ფრენკფორტბენალი. თემს უთხრეს ჩაპაევდას სერიალში რა გვარია პიოტრი? უსტატა. სწორია, რაინერ ფასბინდერის, პეტრე პონკატის, შემდეგი. ხარეს რემლები, კომიქსების რომელ კომპანიას ეკუთვნის რკინის მუშტი? მარველი. სწორია, დრო ამოიწურა. და იმარჯვებს აბერტო! ხონითად! აწიეთ! ნიკა ოჩა ვერ მასწავლიჭკუას მასწავლი მე ვერ მასწავლი